ახლა მინდა მუცლის სუნთქვაზე გესაუბროთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დამამშვიდებელი ტექნიკა. შეიძლება დაეხმაროს სტრესის ემცირებაში, მოდუნებაში, ნეგატიური ემოციური ფონის შემცირებაში, არტერიული წნევის რეგულაციაში, ასევე ამცირებს კორტიზოლის დონეს, მაგრამ არის გავრცელებული მცდარი შეხედულებები მასთან დაკავშირებით. პირველი ის არის, რომ მუცლის სუნთქვა და მკერდის სუნთქვა ერთმანეთისგან კაცრად გამიჯნული არ არის. ანუ იმიტომ რომ მუცლით და მკერდით ღრუს, ანუ ამ ორ ღრუს ყოფს კუნთი, რომელიც მუშაობს სუნთქვისას და რომელსაც ჰქვია დიაფრაგმა, ხო? ამიტომ ესე იგი სუნთქვისას, ანუ ნებისმიერი ტიპის სუნთქვისას მცდარია რომ სუნთქვა იყოფა დიაფრაგმულ და არადიაფრაგმულ სუნთქვად. ანუ ყველა ტიპის სუნთქვა არის დიაფრაგმისეული. განსხვავება ის არის, რომ მუცლის სუნთქვაში მარტო დიაფრაგმა მუშაობს და მკერდის სუნთქვაში სხვა დამხმარე კუნთებიც ირთვება. მეორე მცდარი შეხედულება ის არის, რომ მუცლის სუნთქვის დროს, ანუ ბევრს მცდარად გონია, რომ აი ესე მუცელი უნდა გამოიბურცოს. მუცელი რო გამოიბურცება, ხო, ანუ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჰაერი მუცელში არ ჩადის, ანუ ჩადის ფილტვებში და ფილტვები ივსება ყველა მიმართულებით. როგორც ვუშტი, ანუ წინიდან, უქნიდან, გვერდებიდან, ზემოდან, ქვემოდან, მაგრამ მუცელი რომ გამობურცო, ამისთვის ხელოვნურად უნდა დაბლოკო ნეკნები და მკერდი. მაგრამ ამის ნაცვლად კი არ უნდა დაბლოკო, უნდა კონცენტრირდე, რომ სუნთქვა ყველა მიმართულებით თანაბრად გაფართოვდეს, ფილტვები თანაბრად გაფართოვდეს. ეს უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე და რაც მთავარია გლუვი მოძრაობა, ანუ ნახტომების გარეშე. ანუ არ ვცდილობთ, რომ წინ გამოწიოთ მუცელი, ხო? ამისთვის მე გირჩევთ, რომ ანუ უბრალოდ პრაქტიკაში დანერგოთ, გააკეთოთ მაგალითად 5-10 წუთი ის ეფექტები რომ მიიღოთ,